კლასიკური პრეცელები, ბავარიული ძახვეული და რა თქმა უნდა, გერმანული ლუდი. თბილისმა რიგით მეორე მასშტაბურ ოქტოუբერფესტს უმასპინძლა, გერმანულ ტრადიციულ ფესტივალს, რომელიც წლებია ლუდის, საკვებისა და კულტურის გლობალურ დღესასწაულად იქცა. 2 დღის განმავლობაში ლუდის მოყვარულებს მიუნხენურ განწყობას ლოვენბრაუ უქმნიდა, ერთ-ერთი იმ 6 ლუდსახარს შორის, რომელსაც ოქტოუბერფესტში მონაწილეობის უფლება ოფიციალურად აქვს. გრანდიოზულ გახსნას ლუდის კასრის საზეიმო გატეხვის ცერემონიალს გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ღონისძიებას კი როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორები სტუმრობდნენ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იმ თვალსაზრისით, რომ 10,000 ადამიანზე მეტია მოსული, რა თქმა უნდა, ეს შეფასება არის, ვთქვათ, მოხმარებული ლუდის რაოდენობის მიხედვით, რაც პირდაპირი კონტრიბუციაა ქართულ ეკონომიკაში. ამას ემატება ისიც, რომ ასეთი ღონისძიებები და ესეთი ფესტივალები ხელს უსხობს საქართველოს გაჩენას იმ ტურისტულ რუკაზე და ამ საკითხების განვითარებას, რომ მომავალ წელს იმედი გვაქვს, რომ უკვე სპეციალურად ჩამოვლენ ჩვენი სტუმრები, ტურისტები საქართველოში ოქტობერფესტის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებით. ძალიან კარგად ვიცნობ მიუნხენის ორიგინალ ოქტობერფესტს. თბილისში ფესტივალს 10-დან 10 ქულით ვაფასებ. ძალიან კარგი ღონისძიებაა, ძალიან გემრიელი ლუდით. შემიძლია იგივე ვთქვა, მეც 10-დან 10 ქულით შევაფასებდი. ძალიან კარგი ადგილია და აუცილებლად ჩამოვალთ მომავალ წელსაც. დიდი პატივია ვიყოთ ამ წვეულების სტუმრები. ფესტივალის ფარგლებში ლოვენბრაუს Facebook კონკურსის ფინალისტების შეჯიბრიც გაიმართა, რომლის გამარჯვებულსაც მიუნხენში ოქტობერფესტზე დასწრების პატივი ერგო. როდესაც თამაში დავიწყეთ, პირველი 2 ეტაპი მთლად კარგად არ წასულა, ცოტა ქვევით ვიყავი. მაგრამ აი ბოლოს ამ თამაშმა, ესე ვთქვათ, ამომწია წინ და მაგ ბოლოს 3 თამაშის წყალობით მივდივარ ახლა გერმანიაში და აი მართლა ეხაც ვერ აღვიქავ ბოლომდე, რომ ეხლა მივდივარ ერთ კვირაში უკვე უნდა გავფრინდე, მართლა აი წარმოუდგენელია რომ გამოაცხადეს, იმის მერეა, ეხლა მგონია რომ ჩვეულებრივი დღეა, ჩვეულებრივი ღამეა, მაგრამ მივდივარ გერმანიაში რა. მადლობა, მართლა მადლობა ლოვენბრაუს ასეთი სასწაულის შესაძლებლობა რომ მოხდა. 200-წლიანი გერმანული ტრადიციული ფესტივალი წელს თბილისში ამით დასრულებულია. მიუნხენური განწყობის შექმნას ლუდის მოყვარულებს ლოვენბრაუ მომავალ წლებშიც პირდება.